ვარ გიორგი მელუა 8 წლის. სწავლობ ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა კარატე, კალათბურთი და თევზაობა. აქედან ყველაზე უფრო მიყვარს თევზაობა. სათევზაო ჯერ არ ყოფილა, მაგრამ მაინც მიყვარს. დარწმუნებული ვარ, სამ თვეში წამყვას მამაჩემ. ჩემი პირველი დაჭერილი თევზი იქნება ამხელა. მურთვინებში რო უყურებ თევზაობაც მეც მინდება. ჭამაზე უფრო მსიამოვნებს თევზაობის პროცესი. ჩემი საყვარელი საჭმელია ფაფა. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელა გააკეთებს გენკელს. ამ ეტაპზე შეყვარული ამყავს. იმიტომ რომ ჩემი მოსაწონი გოგო ჯერ არ შემხვედრია. ზოგადად გოგო უნდა იყოს ლამაზი, მშვენიერი და მოწესრიგებული. ასე გოგო თუ შემხვდება, აუცილებლად შევიყვარე. ცოლს რომ მოიყვან, ვიქნებით 18 წლის. შვილებს დავარქვენ გიგის და კატოს. ჩემ ცოლს დავარქვენ მარიამს. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მყავს კარგი მასწავლებლები და კარგი კლასელები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის ლაზარე ვარშანიძე. ყველაზე ცელკი არის ლაზარე თედროელძე. ყველაზე ჭკვიანია შირო შაუშვილი. ყველაზე მშვიდია ლიზი კაიკაბა. მე ვარ ყველაზე სიმპათიური და ნიჭიერი. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია ხათუნა მანჯგალაძე. იმიტომ რომ ის არის კეთილი, ბავშვები უყვარს, არ ყვირის და ბავშვებს ეფერება. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე მეთევზე. თუ მეთევზე ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ კარატისტი. მამიკო არის კარატისტი და მე მაქვს კარატის ნიჭი. უკვე 1 წელია დავდივარ კარატის წრეზე. ვაპირებ ჩავაბარ გამოცდები, რომ მივიღო შავი ქამარი. კარატეში ყველაზე რთულია ფეხის თავში დარტყმა. ყველაზე ადვილია ხელის მუცელში დარტყმა. კარატეში ჩემი მასწავლებელია მამაჩემი. ძალიან მხიარულია და ყველაფერს ადვილად მიხსნის. ძალიან მინდა მალე მქონდეს შეჯიბრება. ჩემი გეგმაა რომ გავხდე ევროპის ჩემპიონი. ახლა მინდა ვიყო 20 წლის, იმიტომ რომ მანქანა მეყოლება. დიდი ალბათობით ვიყიდით ერთ ლამბორჯინს და ამით მოვიყვან ცოლს. სახლში ვცხოვრ მე, დედა, მამა, ბებია, ძმა და ჩემი და. კიდე მინდა მყავდეს 3 ძმა და 3 და. ჩემი და არის 7 წლის და ქვია მაშუ. ის არის ლამაზი, პლანჭია და მორცხვი. ძმა არის 5 წლის და ქვია ლუკა. ლუკა არის ცელქი, მტირადა და ცოტათი ჭკვიანი. ჩემი აზრით მაშუ გაიზრდება, გამოვა მხატვარი. ლუკა გამოვა მეზღვაური. მე ბავშვობაში მინდოდა გამოსული ვიყავი სპაიდერმენი. მამიკო არის მშრომელი, ჭკვიანი, ცოტათი მეხმარება და კეთილია. დედიკო არის ლამაზი, ზრუნველი და თბილი. მიყვარს მურთვინების ყურება და ჩემი საყვარელი მურთვინია სონიკი. ჯადოსნურ ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი მილიონი. ბევრი ფული რომ მექნება, დავეხმარები დედას, მამას და ბებიას. პირადად ჩემთვის მთაში ვიყიდე სახლს და ვიმოგზავრებდი თელ სოფლიოში. სამოგზაურო პირველ რიგში წავალ იტალიაში. წინა მონაწილედ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ყველაზე ცნობილი ადამიანია დავით აღმაშენი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვე ასეთ შეკითხვას, რომელია მისი საყვარელი თამაში. მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაშია კალათბურთი. ადრე დავდიოდი კალათბურთზე და გამოვედი. ახლა ისე ვაპირებ შეცვლას. ყველაზე კარგად გამოდის ბურთის წარწმევა. საქართველოს ნაკრებში მინდა ვითამაშო 91 ნომრით. ჩვეულებრივ თამაშიდან მიყვარს გელობანა. ჩემი ნება რო იყოს, აგზალავდი დახუჭობანას. იმიტომ რომ შეიძლება დაიკარგოს ბავშვი. ბედნიერება არის თევზაობა, დედიკოზე ჩაყუტება, მამიკოზე ჩაყუტება და კალათბურთის თამაში. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.